დედაო. დიახ, დადაო კეტრინ. ჩვენ მას ვერ ვყოლო. მარიას? ეს პირველი შემთხვევა არ არის. იქნება ზარებით მოვიაროთ ეზო. შეიძლება ახლაც იქ არის. ხომ იცით როგორ უყვარს ცხოველები? ნუ უკვე ყველგან მეძებნ. დაო კეტრინ. მარიას ისე რომ იცნობდეთ, როგორც მე ვიცნობ მას. ახლა იქ მოძებნიდით. სადაც შენ არ ყოფილა. დედაო, მე ფიქრობ მარიას ბოლო გამოხტომა ბოლოს მოუღებს ჩვენს ეჭვს. ისა დარჩენასთან დაკავშირებით. მე ყოველთვის ვცდილობდი მარიასთვის ეს უფლება დამეტოვებინა. იწვის უფლება დაო სოფია. მაგრამ ერთმა უარგისმა ცხვარმა შეიძლება მთელი ნახირი გააფუჭოს. მინდა შენიშნო, რომ ჩვენ აქ ცხვარზე არ საუბრობ. მაგრამ ყველა მორჩილი კანდიდატებიდან მარია შეჩერდი დაო სოფია. თქვენ მორჩილების სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნებით. მითხარით, დაო კეტრინ, თქვენ რას ფიქრობთ მარიაზე? იგი მშვენიერი არსება. მაგრამ ხშირად თქვენ დაო აგატა, მასთან საერთონის გამონახვა ადვილია. ზოგჯერ კი ძალიან რთული. და თქვენ დაო სოფია, მე მასზე დიდი სიყვარულით ვფიქრობ. მაგრამ მასთან დაკავშირებით ყოველთვის რაღაც პრობლემები ჩნდება. აი, ზუსტად ამის თქმა მინდოდა მეც. საბადოში მღერის მუდამ თანასმებს იხვევს. ბაძლიერ წუნდა დავიანებს ყოველთვის. ისე უფერებად იქცევა მუდამ. ის აგვიანებს სირბაზე, ის აგვიანებს სულ. ის აგვიანებს ყველგან, მაგრამ არა ჭამის დროს. არ მინდოდა, მაგრამ მაინც მიწევს ამის თქმა. მარია საჭველო არა ასრულები. ნება მიბოძეთ მოგახსენოთ მეც. თვით, მარია, მე მოცილებს. სახელია პრობლემას მარია. ფიქრობა რომ თან დავიყვენო. როგორ მოგევნოთ სიტყვა შესაველი, რომ გამოხატოს მისცემა. იქნება გულსთან ბევრი გვარსაჭმელი. ბევრი რამანაც უნდა გაგვიგოს, რომ მას ვეღარ დავტოვებთ, ჩვენ მას უნდა ვუთხრათ ეს, როგორ მინდა გავაგებინოთ ეს. სახელად ქვია პრობლემას მარია. აქეთ მობრძანდი შვილო ჩემო. დედაო, ძალიან წუხوار მომხდარის გამო, მაგრამ ხამე ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. კარები ღია იყო და მეც გამიტაცა ღამის სურნელმა. მე აქ ბოდიშების სახდელად არ მომიწვევი ხართ მარია. ო დედაო, მოდიეთ. უკეთ გრძნობ თავს ამ გასეირნების შემდეგ. დიახ. ისეთი უგრუფო იყო. დღის და ბალახს ისეთი სურნელი ასდიოდა, რომ მე ამ ბუნების ძახილს გრძნობდი და რაღაც ძალა მიზიდავდა მაღლა. თითქოს ჩემი წაყვანა უნდოდა ზეცაში. მარია, თქვენ შეიძლება დაკარგულიყავით. აქ არასოდეს დავიკარგები. ის ჩემი გორაკია. მე იქ ჩემი პირველი ნაბიჯები გადავდგი. სწორედ ამ გორაკმა მომიყვანა თქვენთან. პატარაობისას ამ გორაკზე მოვარბოდი ხოლმე. ახლა კი. როდესაც იქიდან ჩამორბოდი, მონაზვნების სიმღერა გავიგონე. იცით დედაო, ჩემს ცოდვებს კიდევ ერთი ცოდვა მიუმატე. მე დღეს ნებართვის გარეშე ვღეროდი. მარია,
მე ბართვის გარეშე სიმღერას მხოლოდ ამ მიწაზე კრძალავენ. მაგრამ დედაო, მე არ შემეძლო. ის ჩემზე ძლიერი იყო. ყველაზე უარესი ის არის, რომ ჩემს თავს ლაპარაკს ვერ ვუკრძალავ. არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ. მაგრამ ეს აუტანელი აგატა სულ პირსახოც მაფარებს პირზე, რომ არაფერი წამომწდეს. მარია, ის რომ თქვენ აქ ჩვენთან ერთად ცხოვრობთ, ის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება აქ უნდა გაატაროთ. კი, მაგრამ მე ვლოცულობ, ვცდილობ, სწავლობ, მე ვსწავლობ, მაგრამ რა არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც შენ აქ აითვისე? თავარია, თისნება გაიგო და მას დაუმორჩილო შენი გული. როგორც ჩანს, ღვთისნება ის არის, რომ თქვენ უნდა დაგტოვოთ. დაგტოვოთ? თქვენ? არა დედაო, არა, ვთხოვთ ამას ნუ დავუშვებ, ჩემი ადგილი აქ არის. მზად თუ ხარ ამ ცხოვრების? დიახ დედაო. შესაძლოა, თუ გარკვეულ პერიოდს გაატარებ ჩვენგან მოშორებით, ეს დაგეხმარებათ, თუ რამდენად გესმით საკუთარი თავის. მე ვიცი რომ თქვენ ჩემი იმედი გაქვთ, მე მაგზალა გეფიცებით. მარია! დიახ დედაო. ღვთისნება. ზალცბურგთან ახლოს არის ოჯახი, რომელსაც სექტემბრამდე ესაჭიროება ჰუბერნანტი. სექტემბრამდე? 7 ბავშვის მოსავლელად. 7 ბავშვი? კი, მაგრამ გიყვართ ბავშვები, მარია. დიახ, მაგრამ მაინც 7 ბავშვი. მე ვეთყვი კაპიტან ფონ ტრამც, რომ ხვალისთვის იქ იქნებით. კაპიტანს? დიახ, იგი სამეფო ფლოტის ოფიცერია, მამაცი ადამიანი. მას მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ისთვის ძალიან ძნელი იყო ჰუბერნანტთან 7 ბავშვის დატოვება. რატომ იყო ძნელი დედაო? თავის დროზე, ფალი ამასაც გაგიმხელს შვილო ჩემო. ესე იგი, ახლავე უნდა წავიდე. გასაკვირველია. დამილოცნი ხარ შვილო ჩემო. მომავლისთვის გაითვალისწინეთ, რომ ყველა ოთახში შემოსვლა არ შეგიძლიათ. გასაგებია ჩემო ბატონო. ასე რატომ იყურებთ? თქვენ სულაც არ გავხართ ფლოტის ოფიცერს. არც თქვენ გავხართ ჰუბერნანტს. დატრიალდით. ბატონო, დატრიალდით. მოიხსენით ხუდი. სხვა კაბა უნდა ჩაიცვათ ბავშვებთან მუშაობის დროს. მე სხვა კაბა არ მაქვს. მონასტერში რომ მივედი, ყველა ჩემი ტანსაცმელი გადაყარეს. ეს კაბა ძალიან ვიწროა. დიდრული არ არის, მაგრამ კარგია. ვეცდები სხვა შევიკერო. ახლა კი თუ შეიძლება ამხსენით ჩემს მოვალეობაში რა შედის. ბრძანებას გავცემ კავის ქსოვილი მოგიტანო. თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა. ახლა კი ფრეილი. რა გიწოდოთ? მარია. მარია, მე არ ვიცი დედამ რა მოგიყვათ. ძალიან ცოტა. თქვენ მე-12 ხართ იმადგან, ვინც ჩემს ბავშვებს სულიან, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. დიდი იმედი მაქვს თქვენ უკანასკნელზე უკეთესი გამოდგებით, რომელად მხოლოდ 2 საათი იმუშავა. და რაშია ბავშვების პრობლემა? არაფერში, დამნაშავე ჰუბერნანტი იყო.
მან დისციპლინა ვერ დაიცვა. ძალიან გთხოვთ, კარგად დაიმახსოვროთ ეს. არის კაპიტანო. დილაობით თქვენი მეცადინებთ ბავშვებთან. დღისით პარკში სეირნობა. ბავშვებმა სულთა ჰაერი უნდა ისურვონ. ყოველთვის თავის დროზე უნდა დაიძინონ. მაპატიეთ, მაგრამ თამაში თქვენ ყოველთვის გავალებათ მათგან მოითხოვოთ უნაკლას აქციელი. მე კი საჭირო ბრძანებებს მოგცემთ. დიახ, სერ. თავისუფლად. კარგით, თქვენს წინაშე ახალი გუბერნანტი ფრეილინ მარია. როდესაც გაიგებთ თქვენ სიგნალს ნაბიჯი გადადგით წინ და თქვენი სახელები უთხრით. აი თქვენ კი მათი სიგნალები დაიმახსოვრეთ. ლიზა. ფრიდრიხ. მარტა. ლუიზა. კურტი. ბრიჯიტა. და გრეტა. ახლა კი შევამოწმოთ ყურათებით უსმენდით თუ არა. მე ამჭირდება ეს სასტვენი კაპიტანო. მე მათ მიმართავ სახელებით. ისეთი მშვენიერი სახელებია. აქ დიდი სახლი დაეზოა. მე არავის მივცემ იმის ნებას რომ აქ იყვიროს. აიღეთ და სცადეთ. აიღეთ. აიღეთ, ეს თქვენი სასტვენია. ამ დღიდან როდესაც ასეთ წვენას გაიგონებ, არა ბატონო კაპიტანო. მე ძალიან წუხარ, მაგრამ ეს შეიძლება ძაღლებისთვის და კატებისთვის გამოგადგეთ. მაგრამ ამ ბავშვებისთვის არა. არ ჩემთვის ეს ძალიან დამამცირებელია. ფრეილინ, თქვენ მონასტერშიც ესეთი აუტანელი იყავით? ბევრად უფრო უარესი კაპიტანო. მაპატიეთ. თქვენი სიგნალი რომ არ ვიცი. შეგიძლიათ კაპიტნით მომმართოთ. ახლა კი როცა მარტო დავჭით, მითხარით რა ქვია და რამდენი წლის ხართ? მე ლიზელი მქვია. ახლა ხან 16 შემისრულდა და გუბერნანტი არაფერში მჭირდება. მიხარია ამის გაგება. მაგრამ იმედი მაქვს ჩვენ დავნეგობდებით. მე ფრიდრიხი მქვია, 10 წელს ვარ, მაგრამ იცით, ნამდვილად აუტანელი ბიჭი ვარ. მართლა? ვინ გითხრა ეს? ჩვენმა მერე გუბერნატორმა. მე ბრიჯიტა მქვია. თქვენ არ გითქვამთ რამდენი წლის ხართ? ლუიზა. ბრიჯიტა მე ვარ, ეს კი ლუიზა, ის ყალისა. მე კი აქვს. თქვენ ძალიან მიხვედრით. მაგრამ დაგიხარეთ. ძალიან საშინელი კავა გაცვლიათ. ბრიჯიტა, აუცილებელი არ იყო ამის თქმა. ვერ ხედავ რა უშნო კაბაც. წინა გუბერნანტის კაბა ამაზე უარესი იყო. მე კურტი მქვია, 7 წლის ვარ მე გამოუსწორებელი. გილოცა. რა ნიშნავს გამოუსწორებელი? ფიქრობ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გინდათ თქვენ სასახზე უფროსი იყოთ. მე მარტო მქვია, 4 შაბათს 11 წელი შემსრულდება და ლამაზი ვარდისფერი მათვანი მექნება. ვარდისფერი მეც მიყვარს. თქვენ გრეტა 5 წლის ხართ? თქვენ უკვე დიდი გოგონა ყოფილხართ. ახლა კი მე თქვენ ერთ საიდუმლოს გადავხელთ. გუბერნანტი, არასოდეს ყოფილვარ. ესე იგი არ ვიცი, თქვენს მოვალეობაში რა შედის? არ ვიცი. თქვენი რჩევები დამჭირდება. აჰა. ყველაფერს ჯობია მამას ვთქვათ, რომ თავის საქმეებს მეწოდოს. სადილზე ყოველთვის უნდა დააგვიანო. ხმა მაღლა უნდა ხვიბოთ სუფი და ჭამი დროს ხმა უნდა გამოიშუქოთ.
არია. რა უშვითი გახლავარ? ძალიან სასიამოვნოა. თუ წინააღმდეგი არ ხართ, თქოს ოთახს გაჩვენეთ. თქვენ ძალიან გაგიმართლოთ. ფრეილინ ჰეგის გველი შეხვდა. საწყარი ბავშვები. მშვიდობისა ბავშვები. ფრეილინ, ამ ყველაფერს მონასტერში გასწავლია? არა. იცით, ეს რევმატიზმია. უკაცრავად, ჩვენ არ გველაცია. ღმერთმა დაგლოცოს ჩვენ და ჩვენი მონაკარი. ამენ. მინდა მადლობა გითხრათ. მშვენიერი საჩუქრისთვის. რომელიც დღესდღეას ჩემს ჯიბეში აღმოვაჩინე. რა საჩუქარზეა საუბარი? იცით, ეს ჩვენი პატარა საიდუმლოა, კაპიტანო. თუ საიდუმლოა, თქვენ შეინახეთ და ივახშმეთ. თქვენ ხედავდით, თუ როგორ ვნერვიულობ, როცა აქ პირველად მოვედი. გული სამაჩუყებელია, ის რომ თქვენ ასე კარგად მივიდეთ. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, სულ ეს არის. რა ხდება? ფრეილინ, ყოველთვის ასე იქნება თუ მხოლოდ ვახშმის დროს მოხმებით ასეთი სანახაობებით. ძალიან მაინტერესებს. მაგრამ კაპიტანო, ისინი ხომ სიხარულისგან ტირიან. ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. ქერა. დიახ, ქერა. უკაცრავად, მამა. ბავშვებო, ხვალდილით უნდა წავიდე. ვენაში მივემგზავრები. არა, მამიკო, არ წახვიდე. ამჯერად დიდი ხნით მიემგზავრებით. ბარონესაც უნდა ნახოთ. ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენ აკამარაძოს გვინახოთ, ბარონესა. თუ ასე ძალიან გაინტერესებთ, მოვიწვიოთ და თვითონ გაიცნობთ. მადლობა. ასევე ზიამაქვს. აბა ბავშვებო, მოჩი ჭამას. მოძადეთ, სასეირნოდ მივდივართ.
დააჭრეხო ბავშვებისთვის რომ მათ თავისუფლად ითამაშონ. კაბეთის ბავშვები არ თამაშობენ. ისინი მარშით დადიან. ასე რატომ იქცევა? მას მერე, რაც მარტო დარჩა. იგი ისევ იქცევა, თითქოს ისევ გერზე აღმოჩნდა. სტვენა, ბრძანებები, სიმღერა და სიცილი აღარ ისმის ამ სახლში. თანაც არავინ არის ისეთი, ვინც ამაში ახსენებს. მაგრამ ის მართალი არ არის. იგი ხვალდილით მიემგზავრება ვენაში. დიახ, დიდი ხნით? ძნელი სათქმელია. ბოლოს ის ბარონესასთან რომ წავიდა, ერთი თვე არ ჩამოსულა. ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, კაპიტანი ბარონესას შერთვას აპირებს. ეს არაჩვეულებრივია. ბავშვებს ზედა ეყოლებათ. კარგი, ახლა კი დაისვენეთ მარია. ხამემში დაგისა. შეგეშინდა? უჭიქ ხუხილია. ასე არ არის გლიტა. დანარჩენები სად არიან? დანარჩენებს სინო. მე კი მეშინია. აბა ყველანი ამოძვერი ჩემს ატოლზე. ოღონდ დაიმახსოვრე. ხევანდელი დღე გამონაკლისია. ახლა კი ბიჭებს დავეღოდოთ. ბიჭებო, ხომ არ გეშინიათ? იცით, ჩვენ აქ თქვენს და ბავშვების დასამშვიდებლად მოვედით. ძალიან კეთილი ხარ თვითონ. იმაგრა, ეს ჩემი იდეა იყო. კურტმა შევთავაზა. უბრალოდ ეხლა რაღაცას ეუბნება ფუქილს. ის კი პასუხობს, სრეს არის. ალბათ რაღაცაზე ჩუბო. ისევ მამაღლა ლაპარაკობენ, რომ ირილი მინდება. ძალიან მეშინია. როცა მე რაღაც მაწუხებს, ცდილობს ხარ რაღაცაზე ვფიქრობ, რაც გამამხიარულებს. რამ შეიძლება გამამხიარულოს? მოდი მოვიფიქროთ, რამ შეიძლება გაგვამხიარულოს? პატარა გოგონები. სვანემდელო. ვარსკვლავებით მოჭედილი. კადესულაჟები. კიდევ რა? ეს მართლაც მოქმედებს. მოდი ვცადოთ, გავიგო რა გიყვარს. შიშინავით მგზავრობა. პატარა ბაჭია. მე სკოლის გასდენა. შოკოლადი. ნებისმიერი საჩუქარი. წერილები. მე კი არაფერი არ Kids
დაიძინო. მათ ჭიქაფუხილი შეეშინათ, ამიტომ მე დიახ, მართალი ბრძანდები. ნუ თუ ასეთი ძნელია ჩვეულებრივი ინსტრუქციების დამახსოვრება. ხოლო ჭიქაფუხილის დროს კაპიტანო. მიზევ. დიდი ხანი სათხასაც იყავი წასული. გეძებდი, სად იყავი? ლიზელი ჩემთან იყო. გვინდოდა ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ასე არ არის ლიზელ. აბა ბავშვებო, ახლა კი წადით და დაიძინეთ. კაპიტანო, შეიძლება ბავშვებისთვის ქსოვილები შევიძინოთ. ფრეი. თქვენ ალბათ იცით, რომ მე ხვალ ვენაში მევგზავრები. და თქვენ უნდა გაართვათ თავი იმას, რომ ამ სახლში დისციპლინა იყოს. ძალიან გთხოვთ ეს კარგად დაიმახსოვროთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კაპიტანი ვენაში წავიდა ბარონესასთან. თქვენ კი ძირფასო მაყურებლებო, დაისვენეთ 10 წუთი. მე კი ბავშვებს მუსიკის გაკვეთილისთვის მომავწანებ.